ამერიკაში მყოფი ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი სენატორ ჯონ მაკეინს შეხვდა მხარეებმა უსაფრთხოების თემაზე ჩიკაგოს მომავალ სამედზე და ეკონომიკური გავითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს. გიორგი თარგამაძის განცხადებით სენატორს მან მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ საქართველოს თემა მისთვის არასოდეს არის მეორეხარისხოვანი. გიორგი თარგამაძემ უკვე გამართა შეხვედრების სენატსა და კონგრესში, სახელმწიფო დეპარტამენტში, ეროვნულ დემოკრატიულ და რესპუბლიკურ ინსტიტუტებში ორ თებერვალს გიორგი თარგამაძე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან საუზმეზეა მიწვეული. საუბარი შეეხებოდა, რა თქმა უნდა, ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უნარიანობის ამაღლებას და ამავე დროს სამართლიანი თავისუფალი არჩევნების მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. ამერიკის შეერთებულ შტატებში ორმხრივი პარტიული შეთანხმება არსებობს საქართველოს მხარდაჭერის კუთხის, საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი საკვანძო მოკავშირე ქვეყანა არის მთელს რეგიონში და მათი აზრით ძალიან დიდი მნიშვნელობა იქნება საქართველოში მომავალ არჩევნებს მშვიდობიანი სამართლიანი არჩევნების მეშვეობით ხელისუფლების ცვლილებას.